მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ხუჩა კვარაცხელია მძიმე დარტყმა მიიღო. ტრაგედია ელოდება ტრავმირებულ ქართველს. ლივერპულმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა. მამარდაშვილს კი კვლავ არ ათამაშებენ. გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში შედგა. როგორ ჩაიარა პირველმა თამაშმა ატლეტიკოს წინააღმდეგ. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. ვინც ამ წამს უყურებთ ვიდეოს, სამწუხაროდ თქვენში 60%-ზე მეტ არხი გამოწერილი არ გაქვს. ეს კი მოგეხსენებათ უფასო და მარტივი მოქმედებაა, რომლითაც ძალიან დაგვეხმარებით. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ამიტომ დალაიქებაც არ დაიზაროთ. კომფორტულად მოკალათთ და ჩვენ ვიწყებთ. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 0-2 დამარცხდა. როხი ბლანკომ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა ყველაზე საინტერესო ეს არ იყო. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში გადავიდა და გუშინ მისი პირველი დებიუტი შედგა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ვილიარეალს ჰქონდა ცუდი მატჩი და ჟორჟს ბევრი სივრცე არ ექმნებოდა. პირიქით მწვავე პასებს სწორედ მიქაუტაძე აკეთებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ანგარიში მე-9 წუთზე ბარისონმა გახსნა და მადრიდულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1-0 მოიგო. მეორე ნახევარი როხი ბლანკომ უფრო აქტიურად დაიწყო და 52 წუთზე ნიკო გონსალესმა ყვითელი წყალქვეშა ნავის კარი აიღო. რაც შეეხება ჟორჟის, ის მინდორზე 79 წუთამდე დარჩა და შემდეგ მარსელინომ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-4 ადგილს იკავებს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. შემდეგ ტურში მიქაუტაძის გუნდი ოსასუნას უმასპინძლებს. იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ტოტენჰემს ესტუმრება. იმედია, გიორგი შეძლებს და გვაჩვენებს თავის მაქსიმუმს. ასევე აჩვენებს ვილიარეალის გულშემატკივრებს, რომ ნამდვილად ღირებული ფეხბურთელია. ასევე ინტერნეტში, კერძოდ კი ფრანგულ მედიაში ვრცელდება გიორგი მიქაუტაძის მცირე ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ლიონისთვის თავი გაწირა. ნახოთ რა განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 4-5 დღე იყო დარჩენილი. ვიცოდით, რომ ტრანსფერი უნდა განხორციელებულიყო. ვილიარეალთან ერთად მე ეს შესაძლებლობა მქონდა. დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ საყვარელი კლუბისთვის თავი გავწირა. სამწუხაროა, რომ გიორგიმ ლიონში ვერ მოახერხა თავის წარმოჩენა და თავისი ოცნებების ახდენა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ლიონი მისი პირველი კლუბი იყო და მას ძალიან უნდოდა, რომ ლიონში თავისი ისტორია შეექმნა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში პარი სენ-ჟერმენი საკუთარ მოედანზე ლანს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 2-0 გაიმარჯვა. პარიზული გუნდისთვის ეს მატჩი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმების გამო 3 ფეხბურთელი გამოაკლდა. დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა დაზიანების გამო უსმან დემბელემ და დეზირე დუემ ვერ ითამაშეს. დღეს კი ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ბერალდოს, ლის და სამწუხაროდ ხუჩა კვარაცხელიასაც მოუწია. მათ შორის ყველაზე მძიმე ბერალდოს დაზიანება. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. რაც შეეხება ხუჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მე-4 წუთზე მის წინააღმდეგ ოდსონ ედუარდმა იუხეშა. ხუჩას მაშინვე სამედიცინო პერსონალის ჩარევა დასჭირდა, რის შემდეგაც მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 25 წუთი ითამაშა. თუმცა 30 წუთზე შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გავიდა. პსჟ-ს ფეხბურთელმა ლუკა ერნანდესმა ლანსთან 2-0 გამარჯვების შემდეგ ბიან სპორტსთან განვლილი მატჩი შეაფასა და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა, მათ შორის ხუჩა კვარაცხელიაზეც. ვიცოდით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნება რთული იქნებოდა. შესვენების შემდეგ არასდროს არის მარტივი თამაში ისე გააგრძელო, როგორც ამას აქამდე აკეთებდი. გრძელი რთული კვირა გველოდება და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ეს მეტ თავდაჯერებას მოგცემს და კარგ განწყობაზე დაგვაყენებს. სამწუხაროდ რამოდენიმე ტრავმა მივიღეთ. კვარაცხელიამ ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო და თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო. ამის შემდეგ კანინლიც გამოგვაკლდა, მაგრამ ფიქრობ სერიოზული დაზიანება არ უნდა იყოს. ფიქრობ, რომ ბერალდოს ტრავმა ყველაზე სერიოზულია. ჯერ არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ მარტივი არ უნდა ჩანდეს, რადგან ძლიერ ტანჯვას განიცდიდა. ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, რადგან წინ დამღლელი და გრძელი სეზონი გველოდება. მატჩის დასრულების შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც გააკეთა კომენტარი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ეს განსაკუთრებული მატჩი იყო და მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ. ამ მოგებას კიმპემბეს ვუძღვნით. ის წარმოუდგენელი მოთამაშე იყო. გუნდისთვის განსაკუთრებული ფიგურა. ფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ. რთული მატჩი იყო, რადგან ტრავმების გამო ცვლილებების გაკეთება მოგვიწია და ეს ყოველთვის მძიმეა. მოედანზე მოკლე დროში მოგვიწია ამ ტრავმებთან ადაპტირება. როგორია კვარას, ლის და ბერალდოს დაზიანება? ჯერ არ ვიცი. სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგებს უნდა დაველოდო. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბუნებრივია, ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველასთვის საყვარელი შეჯიბრი ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება. ჩვენთვის ცოტა რთული პერიოდია, რადგან რამოდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. ვიცით, ასეთ მომენტებში როგორ უნდა მოვიქცეთ. გუნდურობა გამოვიჩინოთ და ამ რთულ პერიოდს ერთად უნდა ვუპასუხოთ.
შვიდად ვარ და იმედი მაქვს, რომ ამას გადავლახავთ. ახლა კი სიტუაციასთან შეგუებაა საჭირო. ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია და გარკვეულწილად ტეტრისიც უნდა ვითამაშოთ, რათა მოთამაშეებს სათამაშო დრო სათანადოდ გადაუნაწილოთ. გვინდა რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს გულშემატკივრებს კვლავ სიხარული მოუტანოთ. იმედი მაქვს 4 შაბათს ჩვენთვის კარგი საღამო იქნება. რატომ გავატარე პირველი ტაიმი ტრიბუნაზე? პერსონალთან ერთად დიდი ხანი ვფიქრობდი ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე. რაგბის მწვრთნელები თამაშებს სხვა რაკურსით უყურებენ, რაც გონია რომ ტაქტიკურად ბევრ ამას ხდის აშკარას. პირველი ტაიმი ტრიბუნებიდან ვნახებ და ეს შესანიშნავი იყო. განსხვავებული, რადგან ყველაფრის კონტროლი შემეძლო და ეს საინტერესო ვარიანტია, რომლის გამოყენებაც მომავალში შემიძლია. ასისტენტებთან შეგიძლიათ იდეალური საუბარი გქონდეთ, რადგან ხედავთ ვინ იყო მოედანზე კარგი და ვინ არა. ეს უამრავ ინფორმაციას მაძლევს და ვფიქრობ რომ მხოლოდ დადებითია. მეორე ტაიმს კი უკვე ნორმალურად ვუყურებ. 4 ტურის შემდეგ PSG ლიგა 1-ში უდანაკარგოდაა და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს სტუმრად მარსელთან გამართავს. მანამდე კი 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ატლანტას დაუპირისპირდება. წარმატებები კვარას და მის კლუბს იმედია მალე გამოჯამთელდება და შეძლებს მეტი გოლის გატანას, რათა ჩვენი გულებიც გაახაროს. ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მამარდაშვილის ლივერპული სტუმრად ბერნლის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. სამწუხაროდ ქართველი მეკარე მერსესაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და არნე სლოტმა არჩევანი კვლავ ალისონ ბეკერზე შეაჩერა. ლივერპულმა შეხვედრა ბოლო წუთზე მოიგო. შეხვედრის მიწურულს მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე თავარმა მსაჯმა მასპინძელთა კარში 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად მოჰამედ სალაჰმა შეასრულა და თავის გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა. 4 ტურის შემდეგ არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაში კვლავ უდანაკარგოდა. ლივერპულს 4-დან 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ისევე როგორც კვარაცხელიას PSG. მერსესაიდელები მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ევერტონის წინააღმდეგ გამართავენ. დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი ასეთ მდგომარეობაში ალისონ ბეკერის ჩანაცვლება. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. მე დაგიბრუნდებით ძალიან მალე. მანამდე კი მხნედ იყავით, ელოდეთ ახალ ვიდეოს და აბა წარმატებები.